თავი მეექვსე. გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. თავისი მოწაფეებიც გახვნენ. შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ამას ეს ყველაფერი და რა სიბრძნე აქვს მინიჭებული, რა სასწაულები ხდება მისი ხელით. ეს ხურო არ არის მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები. ისინი ცდუნდებოდნენ მასში. უთხრა მათი ესო, წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესავოსი და საკუთარი სახლისა. ვერ მოახდინა ეგ ვერავითარი სასწაული გარდა იმისა, რომ მცირე რიცხოვან სნეულთ ხელები დაასხა და განკურნა. უკვირდა ურწმუნოება მათი, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ. მოუხმო 12-ს და დაიწყო მათი წყურწყურად დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას არაწმიდა სულებზე. გამოუცხადა მათ არაფერი წაეგოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა, არც პური, არც ფუთა, არც სპილენძის სარტყლით. ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორ-ორი მოსასხამი. უთხრა მათ, რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ. თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენ ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათთა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სოდომისა და გომორისათვის უფრო ადვილი იქნება სამსჯავროს დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის. ისინი გავიდნენ და ქადაგებდნენ მონანიებას. სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სნეულებს ცხებდნენ ზეთს და კურნავდნენ. ესმა მეფე ჰეროდეს ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი და თქვა, იოანე ნათლისმცემელი აღმდგა რა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში. ერთნი ამბობდნენ ელია არისო, სხვები კი ამბობდნენ წინასწარმეტყველია როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანიო. ეს რომ ესმა ჰეროდეს თქვა, ეს იოანეა მე რომ თავი მოკვეთე, ის აღმდგა რა მკვდრეთით. რადგან ჰეროდემ გაგზავნა იოანეს შესაპყრობად, საპყრობილეში შესაბორგად, თავისი ძმის ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რადგან ცოლად ყავდა იგი. რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს, არ გეკუთვნისო შენი ძმის ცოლის ცოლად ყოლა. ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და სურდა მისი მოკლა, მაგრამ არ შეეძლო. ვინაიდან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, იცოდა რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდებდა ყურს. დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს სერობა გაუმართა თავის მთავრებს, 1000 თავებს და გალილეველ აზნაურებს. შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. მეფემ უთხრა ქალწულს, რაც გნებავს, მთხოვე და მოგცემ და დაუფიცა მას. რაც გინდა მთხოვო, მოგცემ ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი. გამოვიდა და კითხა დედამის, რა ვთხოვო? იოანე ნათლისმცემლის თავია, უპასუხა მან. და მყისვე სასწრაფოდ შევიდა მეფესთან. სთხოვა და უთხრა, სურს ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი. შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო აღარ ისურვა მისთვის უარი ეთქვა. მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა. წავიდა იგი, მოკვეთა მას თავის საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალწულს, ხოლო ქალწულმა დედამის მისცა. ეს რომ ისმა მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში ჩაასვენეს. შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს. უთხრა მათ, წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ. ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცვლიდნენ. წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით. დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ. გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხრებივით იყვნენ და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება. გამოხდა კარგა ხანი და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს, უდაბურია ეს ადგილი, დრო კი უკვე გვიანია. გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო. მაგრამ მან პასუხად უთხრა მათ, თქვენ მიეცით მათ საჭმელი. მათ კი უთხრეს, წავიდეთ 200 დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად. უთხრა მათ, რამდენი პური გაქვთ? წადით ნახეთ, გაიგეს და უთხრეს, 5 და 2 თევზი. მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მოლზე. დასხდნენ წყობრად 100-100 და 50-50-ად.
აიღო 5 პური და 2 თევზი. ზეცა სახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ამათვის ჩამოერიგებინათ. 2 თევზიც ყველას დაუნაწილა. ყველამ ჭამა და გაცხა. დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან 12 სავსე გოდორი აკრიფეს. პურის მჭამელი სულ 5000-მდე მამაკაცი იყო. ყისვე აიძულა თავისი მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად და როცა შესაღამოვდა, ნავის შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე. დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნაოსნობა, ვინაიდან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღვაზე მოსიარულე. უნდოდა მათთვის გვერდი აევლო. ხოლო მათ ზღვაზე მავალი რომ დაინახეს იგი, იფიქრეს მოჩვენება არისო და შეჰყვირეს. ვინაიდან ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: გამხნევდით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ. ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი და ძალიან უკვირდათ თავიანთ გულში, ვინაიდან გაოგნებულნი იყვნენ პურების გამო, მაგრამ გული გაქვავებული ჰქონდათ. გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას და ჩაუშვეს ზღვაზე. როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა. შემოერბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ აქარისო. სადაც არ უნდა შესულიყო დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, სხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც.